გამარჯობა ბავშვებო, მე მქვია კამილი და მე ვარ ამ კამპუსის სტუდენტი. არც ისე დიდი ხნის წინ ამირჩიეს კამპუსის პრეზიდენტად და ახლა მყავს ჩემი პირადი დაცვა. როგორ ხარ კამილ? ჩვენი ძმა ახლა კამპუსის პრეზიდენტია. მოდი ჩავეხუტოთ კამილ. უკან დაიხიე ნაის, გასაგებია? გაგიჟდი ჰალ? ჩვენ გვიხარია ჩვენი ძმის წარმატება. კამილი შენთვის ძმა აღარ არის. ის გახდა კამპუსის პრეზიდენტი და ახლა მას აქვს საპრეზიდენტო იმუნიტეტი. იცი ეს რა არის? რა? ანუ შენ ამბობ რომ კამილი ჩვენთვის ძმა აღარ არის? თქვი რამე კამილ, როგორც ჩანს ჰალკმა თავი ძლიერად დაარტყა რაღაცას. მოგვიანებით გნახავთ. პრეზიდენტი ახლა ძალიან დაკავებულია. წავიდეთ ჰალკ. მოგვიანებით გნახავთ. როგორც ჩანს პრეზიდენტმა გამოგყარათ. როგორც ჩანს მეგობარი დაუკარგეთ. როგორც კი პოპულარული გახდა, ვარსკვლავური ციებ-ცხელება დაეწყო მას. მოდი წავიდეთ. მტკივა, დედა მითხრა ბევრი ტკბილეული არ ჭამო, მაგრამ მე არ მოვუსმინე და ახლა კბილი მტკივა. შეწყვიტე ტირილი დენს, დავიღალე შენი წუწუნით. თითქმის 1 საათია წუწუნებ, ჯანდაბა, წადი სტომატოლოგთან და ამოიღე შენი კბილი. არა, სტომატოლოგთან ვერ წავალ, მეშინია მე მათ. დენსი მშიშარა, მას ეშინია სტომატოლოგები. გაშუმდით, თქვენც გეშინიათ ექიმების. და გავიწყდათ რომ ექიმის კაბინეტში ჩაისვა. სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა არა. ნუ უსმენ მას, ის იტყუება. მე საერთოდ არ მეშინია ექიმების. ერთხელ ამ ხელა ნემსით ინექცია გამიკეთეს და საერთოდ არც კი ვიტირე. არც ინექციების მეშინია. როგორ მტკივა, აუჩ. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. ბიჭებო, ჩვენ არ ვეთანხმებით შედეგებს და გვინდა ლორა დავნიშნოთ კამპუსის პრეზიდენტად. ჩვენ ფიქრობთ, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი. ჩვენ ფიქრობთ, რომ კამილი არ არის პრეზიდენტობის ღირსი. ვეთანხმები ვფიქრობ, ჩემი ლორა კამპუსის პრეზიდენტი უნდა იყოს ახლა. შეწყვიტე წუწუნი. ამის დრო არ გვაქვს ჩვენს მეგობარს კბილის ტკივა და თავს ძალიან ცუდად გრძნობს. თუ კბილის ტკივა სტომატოლოგთან გაუშვით. ვიცით, უბრალოდ ის მშიშარაა და სტომატოლოგების ეშინია. მშიშარა დენსი. მე მშიშარა არ ვარ, უბრალოდ არ მიყვარს, როცა ვინმე პირში ხელებს მიფათურებს. მე შემიძლია შენს კბილს დავარტყა ჩემი ბიტით, ვერც კი იგრძნობ. გაგიჟდი, რა მოხდება თუ ის მის ჯანსაღკბილებს მოხდება და იმასაც ამოვაგდებ? მაშინ იქამდე ვურტყავ, მანამ სანამ გაფუჭებულ კბილს არ ამოვაგდებ. არაფრის დარტყმა არ მჭირდება. მე უკეთესი იდეა მაქვს. მოდი შენი ცუდი კბილი ჩემს პენის მივაკრათ. ავასწრაფე პენის და ჩემი პენი უცბად ამოგიღებს კბილს. ძალიან კრეატიული ხარ, ბენს. ვიცი, ჩემო ტკბილო კარამელო. რა სულელური აზრია. არ მოგცემ ნებას ჩემი კბილი შენს პენიზე მიაბა. მე მაქვს იდეა. კბილი ძაფით მივამაგროთ კარის სახელურზე. ვიღაცამ გააღოს კარი და ამოვარდება. მე ამას ყოველთვის ვაკეთებდი. კარგი, მოდი წავიდეთ ბიჭებო. გუშინ გავსინჯე პიცა. ბურგერის არომატით წარმოიდგინეთ. სისულელეებს თავს დაანებებ, გუფი? პონკა არსებობს, მე თვითონ ნახე ის. მოდით გადავიღოთ სურათი ჩვენს პრეზიდენტთან ერთად. მას ახლა ჩვენთვის დრო არ აქვს. შეწყვიტე წუწუნი ნერდო. შენ შეწყვიტე წუწუნი. ჰეი კამილ, ჩვენ გვინდა შენთან ერთად სურათი გადავიღოთ. წადით აქედან ლუზერებო. პრეზიდენტს ახლა არ აქვს დრო თქვენთვის. გთხოვ, დიდი ხანი არ დაგჭირდება. მე ვთქვი რომ ის დაკავებულია მეთქი. გაიგეთ? ვიღაცას ვარსკვლავური ციებ-ცხელება დაემართა. ნუ თუ ასე რთულია ერთი ფოტოს გადაღება მაინც, ყველაფერი რთულია. სანამ ადვილი არ გახდება. თუ ახლა არ წახვალთ, გაიძულებთ. კარგი, თქვენ დაიმსახურეთ ეს. მშვიდად ჰალ, ბიჭებს უბრალოდ სურათის გადაღება უნდათ. ამაში ცუდი საერთოდ არაფერია. მე მათ ამირჩიეს. მოდით ბავშვებო, სურათი გადავიღოთ ერთად. ახლა ჩვენ გვაქვს ფოტო ჩვენს პრეზიდენტთან. პრეზიდენტი. ლუნა, ეს ზაზუნაა? არა, ეს ვირთხა. მაგრამ ვირთხას უნდა ჰქონდეს გრძელი კუდი. კუდი ჰქონდა, მაგრამ მერე დავაბიჯე და კუდი მოძრა. საწყალი, ალბათ სკიოდა.
ვირთხებს შეუძლიათ კუდის garaში ცხოვრება. ნამდვილად არ სჭირდებათ. სასაცილოები არიან. იყიდე? არა, მე ვიპოვე ისინი სახლის სარდაფში. პრობლემა გვაქვს ამინა. რა არის ეს? ზაზუნა? ზაზუნა თვითონ ხარ. ეს ვირთხა. ვირთხას უნდა ჰქონდეს კუდი. მას კუდი ჰქონდა, სანამ მე არ შევჭამდი. მას რის თქმას აპირებდი ფაზლ? ვაპირებდი მე თქვა რომ პრეზიდენტობამ კამილი ძალიან შეცვალა. მას ჩვენ საერთოდ აღარ ვჭირდებით. ვფიქრობ ამ ვირთხასაც მოვაძრო, რადგან პირველმა ვირთხამ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ნუ აკეთებ ამას. ამინა, დაგეხმარები კამილის დაბრუნებაში? ის აუცილებლად მოგისმენს შენ. მე დაგეხმარებით. შევთანხმდეთ ლუნა. ვირთხებს კუდებს აღარ მოაჭრი. ჩვენ უკვე ავირჩიეთ კამპუსის პრეზიდენტი. აქვს ვინმე რაიმე შეკითხვა? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გაყალბებული იყო. პრეზიდენტი თავიდან უნდა ავირჩიოთ. მე არ შემიძლია ამის გაკეთება მენდი. რა სიტყვიან მოზარდები? თანაც ამის გამო სამსახურიდან გამიშვებს დირექტორი. ჯობია წახვიდე მენდი. არ ვაპირებ. კარგი, მაგრამ ჩუმად იყავი. მე მინდა ვიყო კამპუსის პრეზიდენტი. 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 გასაგებია ბატონო პრეზიდენტო. მე მინდა ვიყო კამპუსის პრეზიდენტი. მასწავლებელო მაქს, როგორც კამპუსის პრეზიდენტი, მე დავაწესი ახალი წესები. რას ნიშნავს იყო პრეზიდენტი? არ ფიქრობ, რომ ცოტა თავხედი ხარ? სულაც არა, არც კი ვიცოდი, რომ კამპუსის პრეზიდენტობა ასეთი მაგარი იქნებოდა. გამოიცანი მენტი, მე ვარ პრეზიდენტის პირადი მცველი. საერთოდ არ მაინტერესებს. კარგი, ნამდვილად არ არის ცუდი კამილ, მაგრამ კამპუსში სკუტერის ტარება აკრძალულია, ის საშიშია. და თუ მოზარდები ჩაფხუტს ატარებენ, გაიწიე მენტი. ჩაფხუტი ბევრად უკვე ჟღერს, უფრო უსაფრთხოა. სერიოზულად ამბობთ, მისტერ მაქს? რა სკუტერები და ჩაფხუტები? განზე გადექი მენდი, ეს შენზე არ არის დამოკიდებული. არც შენ ხარ პრეზიდენტი. მე პრეზიდენტის დაცვა ვარ. იდიოტი ხარ. იცით, კამილ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენს კამპუსს ყავს ასეთი კეთილი, პატიოსანი და სამართლიანი პრეზიდენტი. ო, პრეზიდენტი მოდის, პრეზიდენტი მოდის. დამშვიდით ბიჭებო, ეს პრეზიდენტი არ არის, უბრალოდ მენდია. აქ რას აკეთებთ, ლუზერებო? ჩვენ ველოდებით პრეზიდენტს, გვინდა მივიღოთ მისი ავტოგრაფი. თქვენ ნამდვილად გაგიჟდებით. მენდი, ეჭვიანობ, რომ კამილი ჩვენი პრეზიდენტია? კარგი, იეჭვიანე. მენდი, ახლა კამილი ნამდვილად არ იქნება შენი. შენ ჩვეულებრივი გოგო ხარ. ის კი ახლა პრეზიდენტია. გაჩუმდი ბუშტო, იყო ადმინისტრატორი, ბევრად უკეთესია. კარგი. ყველაფერი მზადაა. მეშინია, ნამდვილად იმუშავებს ეს? ძმაო, გვერწმუნე, ყველა კბილი ასე ამოვიღე. ვიღაც შემოვა და ნახვამდის ცუდო კბილო. შემდეგ ჩადებ ბალიშის ქვეშ და კბილის ფერია მოგიტანს ფულს. სისულელეს ნუ ლაპარაკობთ აქ. რა კბილის ფერია? ისინი არ არსებობენ. ისინი არსებობენ. ბოლო დროს როცა კბილი ამოვიღე, ფერიამ $20 ჩამიდო, სწორად დაამაგრე. სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჰეი, აქ რაღა ხდება? ბიჭებო, კბილი ამომივარდა. შენ კი არ გვიჯერებდი მშიშარა, ამან გაამართლა. შიშარა თავად ხარ. აქ რაღა ხდება? მისტერ მაქს, თქვენ საუკეთესო ხართ. იყო კამპუსის პრეზიდენტი ეს მაგარია. ჰალკ, 1 საათით დავიძინებ. დარწმუნდი რომ მე არავინ შემაწუხებს. კარგი, მე ვიზრუნებ ამაზე ბატონო პრეზიდენტო. ჰეი, მას წინავს. უკან დაიხია ჰალკ. კამილს უნდა დაველაპარაკო. ბოდიში ბიჭებო, კამილი დაიღალა და მთხოვა რომ არ შემაწუხონო. გაისეირნეთ 1-2 საათი. უაზრო ხარ ჰალკ, ჩვენ თქვენი ნამდვილი მეგობრები ვართ. არ დამიწყებია, სამსახურია. უკან დაიხიე ჰალკ. არ შემიძლია. მე ვთქვი უკან. ჰეი კამილ, გაიღვიძეახლავე. ავტოგრაფი გინდა? დღეს არა, უკვე დავიღალე. რა ჯანდაბა? თავში აგივარ და ადექიახლავე.
რაჯანდაბა ჰალკ, გთხოვ 1 საათი არავინ შემოუშვა მეთქი, ვისვენებ. ვერ გაიგეთ? მე ვუთხარი მათ კამილ, მაგრამ ისინი ვერ შევაჩერე. გაჩერდი ჰალკ, ცველი. გონია რომ რახან პრეზიდენტი გახდი, ახლა ყოვლის შემძლე ხარ? დაბრუნდი შენს მეგობრებთან კამილ. გთხოვ ძმაო. ო, გვენატრები. ნუ უსმენ მათ კამილ, შენ პრეზიდენტი ხარ და ისინი ჩაოლებრივი თინეიჯერები არიან. არაფერი გამოვა ბავშვებო, მოდით წავიდეთ. მოიცადეთ ბავშვებო, ისინი მართლები არიან ჰალკ, ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრები არ ტოვებენ თავიანთ მეგობრებს. მე აღარ მინდა ვიყო პრეზიდენტი, სხვა ვინმე იყოს პრეზიდენტი. ო, ჩვენი ძმა ჩვენთანა, გაიგონე ჰალკ. ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და აწკაპუნეთ ზარისხილაკზე და თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. კაფეში წავიდეთ? ჰო!